ვისაუბროთ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე და ალბათ ამ გამოცდილებას ძალიან საინტერესოდ გაგვიზიარებენ მე დარწმუნებული ვარ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმრები. ქალბატონ ლუიზა, მოდით დავიწყოთ თქვენით. მით უმეტეს წლების განმავლობაში თქვენ მუშაობდით კინოსტუდია ქართულ ფილმში, მონტაჟის რეჟისორის ასისტენტად და ასევე თავად რეჟისორის ასისტენტადაც და ნამუშევარი გაქვთ ქართული კინოს თამამად შეიძლება ითქვას ნამდვილ ლეგენდებთან, კლასიკოსებთან, რიგებში არის საოცარ ფილმებზე კი და ამ ფილმიდან გარკვეულ გადაღებების პროცესებიდან ასე ვთქვათ ფრაგმენტებს შემონახული არქივის საშუალებით მაყურებელიც ხედავს გიორგი შენგელაია, სერგო ფარაჯანოვი და სხვა. დავიწყოთ საუბარი იმით თქვენ ამბობთ ასეთ რამეს რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია მთავარ შეკითხვას გავცეთ პასუხიო. ვარ თუ არა ბედნიერი მე და რომ არ უნდა დავკარგოთ დრო იმაზე ფიქრში რომ შევცვალოთ ჩვენს ირგვლივ ყოფილი ადამიანები. საინტერესოა ცხოვრებისადმი ეს მიდგომა და დამოკიდებულება რა საკიდან მოვიდა თქვენთან და რას გულისხმობს პირველ რიგში ის? დიდი მოწვევისთვის დიდი პატივია. რა მინდა ვთქვა, საკმაოდ გვიან სხვათა შორის, იმიტომ რომ ახალგაზრდა რო ხარ, რაღაცა სულ რაღაცას ეომები, სულ რაღაცას ცდილობ რომ შენ გააკეთო. გაცნობიერება იმისა რომ შენ არა ხარ მკეთებელი, მერე მოდის. აი, როდესაც მოდის ეს გაცნობიერება, მაშინ უკვე ყველაფერი ლაგდება. იმიტომ რომ რაც აღმერთს არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების, ეს უძველესი ნათქვამია. ადამიანები ცდილობენ შეცვალონ ყველაფერი მათ ირგვლივ. არაფერი არ მოწონს სიტყვაზე, ხო? ვერაფერს ვერ შეცვლი ამ სამყაროში და როდესაც ეომები საკუთარ თავს რომ ცდილობ შეცვალო, არა. უნდა დანებდე და მიენდე უფალს. უფლის ნების გარეშე სამყაროში არაფერი არ ხდება. ყველაფერი არის დაწერილი. როდესაც ამას აცნობიერებ, რომ მე არა ვარ მკეთებელი, მკეთებელი არის უფალი. მხოლოდ მას შეუძლია ყველაფერი. მიენდეთ ღმერთს და ნუ ცვლით ნუ რაფერს, უფალი შეცვლის, როცა მოვა დრო, მან იცის. და ზუსტად იმ დროს მოვა ის, რაც უნდა მოვიდეს. გარწმუნებ, ნუ ასეთია ჩემი. თუმცა გარკვეულ ასაკში ამის გაცნობიერება არის ხოლმე ძალიან რთული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის წლებში, მაშინ, როდესაც აი თქვენ ახსენეთ, რომ ვიბძვით ყველაფრისთვისო, იმიტომ რომ კი, ძირითადად ახალგაზრდობის წლებში სულ მოქმედებაში ვართ ხოლმე ადამიანები. სხვაჩერს თქვენი ვიდეო მაქვს ასევე ნანახი მოკლე ინტერვიუ პირად საკითხებზე, სადაც აი შეკითხვაზე რაც შეცვლიდით ახლა რომ იყოთ 20 წლის, ქალბატონ ლუიზას პასუხობს ასეთ რამეს, რომ მთელი ცხოვრება მოცნებობდი პრინცსეო და ამას აღარ გავაკეთებდი, იმიტომ რომ ახალგაზრდობა ეს ის წლებია, როდესაც მოქმედებაში უნდა იყო და არა მოლოდინშიო. საინტერესო ამის შესახებაც რომ გითხრათ თქვენი დამოკიდებულება. დანებდით ესე იგი პრინცის ლოდის? არა, იცით რა, პრინცი იყო, მაგრამ ისეთი პრინცი არ იყო, როგორც სასწავლებელი, ხო? გეძლევა ის, რაც წერია შენს იღბალში, მეტი არაფერი. იყო ყველაფერი, კარგიც იყო, ცუდიც იყო, მაგრამ კარგი დაინახეთ, ცუდს რატომ ხედავთ, რატო ეჯაჭვებით ამ ცუდს? აი, გოგონა, რომელიც ეხლა ხან აჩვენეს, ხო? მებრძოლია. მებრძოლის სულია, მაგი არ დანებდება არასოდეს და გაიმარჯვებს კიდევაც, იმიტომ რომ უფალი ხედავს აი ამას. ჩვენ ყველანი ენერგია ვართ, ხო? სამყაროს ენერგია და როდესაც სამყარო ხედავს რა ენერგიაზე ვიბრირებ შენ, ადამიანები ხშირად მოიწყენენ, წუწუნებენ, ტირიან, მაშინ სამყარო ფიქრობს ამ ადამიანს მოსწონს ეს და ეს ეძლევა მეტი და მეტი. ყოველდღიურ პრობლემებზე კონცენტრირდებით ხოლმე და ხშირ შემთხვევაში აი წუწუნის რეჟიმში ვატარებთ ხოლმე და ვკარგავთ ძალიან დიდ დროს და ეს იმატებს ჩემო საყვარელო, ჩემო ძვირფასო, რაც უფრო მეტად მიეჯაჭვები ამ მომენტს, მით უფრო მეტი მოვა. პირიქით. მოეშვით, გაუშვით სიტუაცია. უფალმა უკეთიცის რა მოხდება, როდის, სად და როგორ. ეხლა მე ბუდიშს მოვიხდი, შეიძლება ერთი რაღაცა ვთქვა. მეგან მარკლი არსებობს ესეთი ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც გათხოვდა, გამოთხოვდა, არ გოცნებია იმას, არავითარ პრინც ჰარიზე. მაგრამ ისი მეუღლეა.
წერია მის სიღბალში მორჩა და გათავდა. ასე რომ ყველაფერი დაწერილია, იცით სტივენ ჰოკინსი ყველა მიცის. ერთხელ თურმე მას კითხეს, დაწერილია თუ არა ყველაფერი. მან უპასუხა, პასუხი იყო ხო ან არა, მან თქვა კი. დაწერილია, მაგრამ რა არის დაწერილი, ამას ვერასოდეს ვერ გაიგებ. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დაწერილია და ნუ ნერვიულობთ ნუ რაფერზე, მინდეთ უფალს. გავუშვით, როდესაც გავუშვებ სიტუაციას, მაშინ სხვა ძალები ერთვება. აი წერა ვახსენეთ და გურებთან უნდა გადავინაცვლოთ. ახლა მას აქვს ძალიან საინტერესო მრავალფეროვანი გამოცდილება, როგორც წერის მასწავლებელს. ბატონო გურამ, საინტერესო აი მაშინ როდესაც შენ ასწავლი ბუნებრივია თავადაც ხდები ხო? სწავლის პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ცხოვრების აი ამ ეტაპმა რა საინტერესო გამოცდილება შეგძინათ თქვენ? ხო, მასწავლებელი ყოველთვის სწავლობს გეთანხმებით. იმიტომ რომ თანამონაწილე ხდება რაღაც ახალი გამოცდილების. იდეაში წერა, აი ეს ყველაფერი დაწერილია და თან არ მთავრდება წერის პროცესი, ხო? ამდენი წიგნია დაწერილი, ამდენი გამოცემული და როგორც ამბობენ, მოარული სიუჟეტებიც არც თუ ისე ბევრია, მაგრამ მაინც კითხულობ ადამიანის ამბავს და რჩები გაკვირვებული, ხო, რატო ხდება ეს? ხდება ეს იმიტომ, რომ ამ წერის პროცესი გავს რაღაცა დიდი მეხსიერების რაღაც მოცულობა რომ ავიღოთ, დიდი კომპიუტერი, სადაც პერიოდულად ყოველ წელს, 100 წელსში ერთხელ, 1000 წელსში ერთხელ ადამიანები შეარჩობენ ხოლმე პატარა ფლეშკას საკუთარ ამბავს. და ეს ამბები ინახება ამ დიდ მეხსიერებაში და აი ამ რაღაც კოლექტიური ცოდნის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია გარკვეული ანალიზი გამოვიტანოთ და მივხვდეთ რომ რაღაცა ლოგიკა სამყაროში არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ჩვენ ქაოტური გონია ეს სამყარო, ლოგიკები სინამდვილეში არის ამ სამყაროში და ამ ლოგიკის დაჭერა შეუძლებელია ერთი ადამიანის მოსმენით. მაგრამ შესაძლებელია მაინც ამ ერთი ადამიანის მოსმენითაც და ერთ პატარა ამბავს მოვყვებით თუ გვაქვს ამის დრო, იმიტომ რომ ალბათ აჯობებს ამ ამბის მოყოლა ვიდრე ჩემი რაღაც აზრების, ასე ვთქვათ, ფრქვევა ახლა ამ ეთერში. მე მომიწია ესეთი პატარა ფილმის გადაღება, მხატვრულ დოკუმენტური ფილმი იყო შრომით მიგრაციაზე. თემა უნდა ყოფილიყო ეს, რომ სოფლები დაიცალა საქართველოში და ძირითადად ქალები არიან წასულები სამუშაოდ და ერთი სოფელი უნდა გადამეღო, სადაც მხოლოდ კაცები არიან დარჩენილები. მე მჭირდებოდა ამ სოფლის ამ გარემოს ფონზე ერთი ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც იქნებოდა რაღაც სიმბოლო, რომ ეს ერთი ქალი დარჩა, ის გარდაიცვალა და მე მარტო კაცები რჩებიან ამ სოფელში. როდესაც ვეძებდი ამ ქალის, ასე ვთქვათ, ტიპაჟს მირჩიეს ერთი ქალბატონი, მომეწონა, რაღაც შევხედე, რაღაც და მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვინც მომიყვანა ეს ქალბატონი, მირეკავს და მეუბნება, რომ გადაღება და დაგეგმილია ფაქტობრივად რაღაც 2-3 დღეში და ლოგინად ჩავარდა და ნუ ფაქტობრივად ისეთ მდგომარეობაშია, რომ აი ველოდები დღე-დღეზე უნდა გარდაიცვალოსო ეს ქალიო. ნუ ვერაფერს ვეღარ შევცვლიდი, ვიფიქრე რომ ჩაიშალა ესე ვთქვათ ეს გადაღება და გავაუქმე ყველაფერი და გადაღების წინა საღამოს მირეკავს მოკლედ ისევ ეს ბატონი და მეუბნება რომ ამ ქალმა თქვა რომ მე ავდექი ფეხზე, გავცოცხლდი ასე ვთქვათ და წამოვალ გადაღებაზე და ნუ რასაც შევძლებ ისე ჩავატარებ ამ პროცესს. წავიყვანეთ გადაღებაზე, გადავიღეთ და მოხდა ისე რომ გაფუჭდა ყველა კადრი რაც ნუ უმეტესობა ყოველ შემთხვევაში და კიდევ ერთხელ ხელი ჩავიქნე, ვიფიქრე რომ მეთქე ეს არ ყოფილა ჩემი საქმე, გავანებებ თავს და რაც არის ეს არის shift delay-ით წავშლი ამ მასალას. და კიდევ ერთხელ მირეკავს ეს ბატონი და მეუბნება რომ ესეთი რაღაცა მითხრა ამ ქალმაო, რომ ესე იგი დაახლოებით 80 წელს იყო გადაცილებული. და მთელი ცხოვრება სოფელში ცხოვრობდიო, ჩემი საქმე იყო ის რომ ჩავდიოდი ბაზარში რაღაც ჩამქონდა მწვანილი რაღაც, მაგრამ ვოცნებობდი კინოში გადაღებაზეო. და უცბად სამყარომ და ღმერთმა გამომიგზავნა ეს შანსი და მივხვდი რომ უნდა ფეხზე ამდგარიყავ, იმიტომ რომ ერთადერთი შანსი მქონდა რომ ჩემი ოცნება ბავშვობის ამეხდინა და ამაზე უარს ვერ ვიტყოდი და ისევ ჩაწვა ლოგინა და მე ნუ მალე გარდაიცვალა. და მივხვდი რომ ესე იგი ეს ჩემი რაღაცა ვალდებულებასავით იყო რომ ეს ფილმი რამენაირი ფორმით უნდა გადამერჩინა და დავამონტაჟეთ და
მოკლედ გაუშვით და აღმოჩნდა რომ ყველაფერი სხვა იყო მეორე ხარისხოვანი და ეს ქალბატონი იყო მთავარი იდეაში პროტაგონისტი სხვა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ ფილმშიც და ზოგადად ეს ქალბატონი აღმოჩნდა საოცარი მსახიობური ნიჭის ასე ვთქვათ და უნარის მქონე. ეხლა რა მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მოკლევადიან პერსპექტივაში ვხედავთ სამყაროს. ლიტერატურას სხვანაირად ხედავს. ლიტერატურას ეს გამოცდილება აქვს, რომ ლიტერატურა მთელ წიგნს ხედავს, მთელ ცხოვრებას ხედავს. აი ხა ჩვენ რომ ესეთი ემოციური კადრები ვნახეთ, ეს მაინც არის მოკლე პერიოდი. მაგრამ აი გრძელვადიან პერსპექტივაში ამის დანახვა შეუძლია მხოლოდ თვითონ ადამიანს, ანუ მონაწილეს პროტაგონისტს და ამის დანახვა შეუძლია ალბათ კიდევ უფრო ზევით მყოფს, ღმერთი ენერგია როგორც თქვენ ახსენეთ და ასე შემდეგ. ამიტომ ცხოვრება ამ თვალსაზრისით არის ძალიან საინტერესო. ჩვენ ვჩქარობთ ყოველთვის, ჩვენ გვინდა რომ მომენტალურად გავიგოთ რა ხდება ჩვენს თავს, სად ვართ და რაში მონაწილეობთ, მაგრამ წარმოიდგინეთ რომ პირობითად რა ვიცი ახლა ვთქვათ, ანა კარენინა რო ჩაჯდა მატარებელში, როდესაც მიდის თავისი ძმის პრობლემის მოსაგვარებლად, იქვე რომ მოუყვეს ყველა, რომ ეხლა შენ ძვირფასო ეს დაგემართება, რა მოხდება, წიგნი აღარ გვექნება, ხო ესეა? კი, შეიძლება ტრაგიკულია ანა კარენინას ისტორია, მაგრამ ჩვენ ასე გვრჩება ეს დიდი ლიტერატურა, ასე გვრჩებიან დიდი ადამიანებიც. შესანიშნავი წიგნი არის ასეთი ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი, სადაც 10 თუ 12 წლის ბიჭის ისტორიას ხედავთ. ის რამდენიმე დღის განმავლობაში გაივლის მთელ ცხოვრებას, ანუ ქალბატონი, ვარდისფერი ქალბატონი მას ეტყვის, რომ მოკლედ შენი ერთი დღე 10 წელს უდრის და ის ცხოვრობს როგორც 10 წელი თითო დღეს. და რო კითხულობ ამ პატარა წიგნს შესანიშნავი ავტორისას, ხვდები რომ ხანდახან შეიძლება ერთი დღე ნამდვილად უდრიდეს 10 წელს და შეიძლება 10 წელის ერთი დღის ფასიც არ იყოს, ხო? აი ამ ქალბატონ ნინას ისტორიას უმახსოვს მთელი ცხოვრება, რომ ეს ქალი რაღაცის იმედად, არ ვიცი, ელოდებოდა ამ დღეს, მას უნდოდა რომ ეთამაშა, მისთვის მნიშვნელობა არ ქონდა, ეხლა მე გადავიღებდი თუ რა ვიცი, კოპოლა გადაიღებდა, მისთვის იყო მნიშვნელოვანი რომ თავისი ეს რაღაცა ოცნება, რომ შანსი რომელიც მიეცა გამოიყენება. ესე იგი წარმოუდგენელი რამ მოხდა, რომ ფეხზე ადგა, ჩვენ ყველანი გადაღების მოედანზე დავეცით, ფეხ ვეღარ ვდგებოდით და ეს ქალი იდგა და იცეკვა ბოლო სცენაში, წარმოიდგინეთ. წარმოუდგენელი რამე იყო, ეხა ეს რაღაცა შინაგანი ძალის ალბათ უდიდესი მობილიზება და ეს არის მაგალითი იმისა, რა ძალა აქვს სურვილს, мотиваციას და რწმენას ადამიანის ცხოვრებაში და რომ მნიშვნელოვანია არასდროს დაანებდი ამ ყველაფერს. ხო, დაანებების ისეთი ძალა, რომელიც არ წარმოუდგენია რომ აქვს. აბსოლუტურად ვერ ხვდება ამას, რომ შეუძლია სამყარო შეცვალოს. დაანებების უფლება ადამიანს აქვს, ადამიანს აქვს ყველაფრის უფლება, ჩვენ არ ვართ შეზღუდულები არაფერში, იმიტომ რომ აი ლიტერატურის ლოგიკით რო შეხედო, დაანებებული ადამიანების ისტორიებიც საინტერესო არის. ანუ ჩვენ გვინდა რომ ისეთი იყოს ყველაფერი, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ესეთი რო იყოს ლიტერატურა ხო არ იქნება საინტერესო. წარმოიდგინეთ სულ ერთნაირ ტიპებზე რო იყოს წიგნი დაწერილი. ამიტომაც არის ლიტერატურა გამოცდილებების, ასე ვთქვათ, ძალიან წარმატებული წყარო. და ამასთან დაკავშირებით მინდა აუცილებლად გითხოთ, აი არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ ჭკვიანი ადამიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ, მათ შორის ლიტერატურიდან ჩვენ ძალიან დიდ გამოცდილებას ვიღებთ ხოლმე, ხო? სხვა პერსონაჟების თუ გმირების ისტორიებით და ეთანხმებით თუ არა საინტერესოა ამ ფრაზას და თქვენთვის რა იყო ყველაზე დიდი გამოცდილება, ქალბატონ ლუიზა? ჭკვიანი ადამიანები ნამდვილად სწავლობენ თავის შეცდომებზე, სულელები არასოდეს არაფერს არ სწავლობენ. გინდა გამოცდილება იყოს და გინდა არა. არც ხვის და არც საკუთარი. არც ხვის და არც საკუთარი ბატონო. ახლა ჩემი ცხოვრების რა გამოცდილება უკაცრავად ვერ, იმიტომ რომ სიუჟეტმა ძალიან დამძაბა ბოდიში და დიდი გამოცდილება. აი ამას ხო, აი დღეს რო მაგალითად საღამოსო დაждებით საკუთარ თავთან, ხო, რა არის თქვენთვის გამოსაინდება? შეიძლება მათ შორის იყოს ძალიან დიდი მარცხი, რომელიც ერთგვარი მთავარი мотиваცია ხდება ხოლმე ასევე ადამიანებისთვის. არ ვიცი. ან რომელიმე ფილმი რომელზეც ძალიან ბევრი იყო, ვიცი, ცხოვრება სავსეა სიხარულით. უბრალოდ ადამიანი არ აძლევს თავის თავს იყოს ბედნიერი. რატომღაც თუნიათ რომ უნდა იყოს მაშინ სერიოზულობაშია ეს, რომ ის სერიოზული რო ხარ და მაშინ უფრო რომელი ერთი გავიხსენო, ის რო კინოსტუდიაში მოვხდი, ბედნიერი ვიყავ, ის რო სოფიკო ჭიაურელის სახში და მოვხდი პირველად და იქ 40 წელი დავდიოდი, იმიტომ რომ მე და სანდრო ძალიან მეგობრობდით და ეხლაც მეგობრობთ.
ის რომ ლეგენდარულ ფილმებზე მიმუშავია, ლეგენდარულ სპორტსმენებთან, ლეგენდარულ ხარება და გოგონები. აი ყოველთვის მეკითხებიან რომ საერთოდ მეკითხებიან ფარაჯანოვზე, ფარაჯანოვზე, რაც არ უნდა ვილაპარაკო ფარაჯანოვზე, პატარა ფილმიც კი გააკეთეს ჩემზე. მე გადავდივარ ბატონ გიორგი შენგელაიაზე, იმიტომ რომ გიორგი შენგელაი იყო ჩემი ყველაფერი. 20 წლის ვარ ჩავედი გადაღებაზე, ბატონ გიორგი ცოტა ისეთი იყო, კაცრი იყო ბატონ გიორგი და როდესაც ჩავედი ჩვენმა სამონტაჟოს უფროსმა განმეცხადა, რომ 4 მემონტაჟი გამოაგდო უკვე, ვიცოდე თუ რა ერთ საყვედური ჩავედი და აი ესეთი აწურული ვზირ ვასაძე გავდივარ და 8 საათზე სიყვარული ყოველს უნდა სიყვარული ყოველს უნდა პირველი ფილმია ვზივარ ავტობუსში და ცხონებულმა ჩიტო და ლანდიამ თუ იცით ლეგენდარული ქალბატონი იყო კოსტიუმების პატრონი იყო კოსტიუმერი იყო ასე ვთქვათ ოთარ იოსელიანის ყველა ფილმში, სადაც ქალბატონების ხედან, უბრალოდ ქალბატონები და გიტარაზე ვინც უკრავს ეს ჩიტო და ლანდი. და მე უნდა არ წახვიდე შუდეს, მე უნდა ჩავიდეო რაღაც, არა ჩიტო და ჩავედი ვზივარ. არავინ არ არის წარიელი ავტობუსი, მე ვზივარ. 10:30 ვხედავ ჩამოვიდა, ახალი აშენებული იყო იმ ტურისტი მაშინ, თელავში ჩამოვიდა იქიდან ბატონ გიორგი მოდის და აი ესეთი აწურული ვზივარ. ამოვიდა ავტობუსში დაჯდა უკან და მიყურებს წავდექი მივესალმე და დავჯექი. შევინახარო თქვენი ახალი მემონტაჟეო. რა ქვია, უთხარი ბუზანიზე. რამდენი წლის ხარო და 20-ის მე ვთხარი. ჩემი ნიკუშა სტოლე ხართ. მე და ნიკუშა ტოლები ვართ. 2 თვეა სხვაობა ჩვენ შორის. აი ესეთი იყო ჩემი და ბატონ გიორგის ურთიერთობა. ყოველთვის ძალიან მიყვარდა. რა ვიცი, რა შეეხება ლეგენდარულ პიროვნებებს. ყველა კადრში ომარის ფეხებთან ვარ მე ჩაცოცხული. ლევან კიტესიჩი ყველაფერს, აი მოვიდოდა სანამ გრიმს გაიკეთებდა, სანამ ჩაიცმევდა, მე დავყვებოდი და უკითხავდი ტექსტს. უკვე ზეპირად იცოდა. სულ განათლებლებს ორთავეს ბატონ ომარს ძალიან მაგარი დუეტი ბატონ ომარს ცოტა უჭირდა დამახსოვრება და გიორგი ნიკოლაიჩი ეუბნებოდა შენ არის ნერვიულო თუ ისაგეთყვის და აი ესე შენ პაუზა გააკეთეო უბნებოდა აი მე რომელი ერთი გავიხსენე აი რაზეც არ უნდა ვილაპარაკო ლუიზა ალბათ არანაირი საეთერო დრო არ გვეყოფა გავიზიაროთ თქვენი გამოცდილებები რომელიც ნამდვილად ძალიან საინტერესოა მადლობა ორივეს იმისთვის რომ იყავით დღეს ჩვენთან ერთად მართლა ძალიან საინტერესო იყო ახლა თქვენი სმენა და ყოველთვის დიდი ფუფუნება ხოლმე ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული სტუმრები და კიდევ ერთხელ მადლობა რომ თქვენი დრო დაგვითმეთ